ისე კი ესეთი რაღაცა მოვისმინე მეგობრებო, რომ ესე პრავდება თურმე არაბიზაცია საქართველოში, რომ მაგათ იმდენი ფული აქვს შენი ძღინკიანი საქართველო რაში ჭირდებათო, გაიგე? ბიჭო, აი ეს ინტელექტუალები რო ყავს და რო ეცვლებიან ვითომ და რომ მოძღრავენ, ძალიან ბევრი რო წაიკითხეს და მე როგორ ჩანს გამოინტელექტუალდნენ, ხო? აი ბიჭო, დაგუგლე მაინც გრადუსები, ბიჭო, იქ საქმიანობდი ემირატებში და მაგ ქვეყნებში ნამყოფი მაინც თუ არა ხარ, ხო? დაგუგლე მაინც და გრადუსები გადაამოწმე შენ ინტელექტუალ შენ, ხო? გაიგე? და იქ საქმეც კარგად მიმდიოდა, კარგადაც ვიყავ, უბრალოდ აი ივლისზე და ივნისზე ლაპარაკი არა მაქვს. აი აპრილში და მაისშიც კი ისეთი სიცხეა, რომ შენ თვითონ წაუყიდებ მაგ დოლარებს ცეცხლს, დაიხურავ ქუდს და მაქიდან წამოხო, გაიგე? ასე რომ ამ დებილობებით ჩვენ დებილები არა ვარ, ჩვენ თავს არ გავიდებილებთ და გენეტიკურად გრძნობთ ქართველები, აი შიგნიდან გრძნობთ ქართველები საუკუნეების მანძილზე, მაგათმა ჩვენ რა დაგმართეს. ამიტომ აი ამ ქინძობას, როგორც LGBT არ მიიღო ქართველმა ერმა, აი ამას მით უმეტეს არ მიიღებს დარწმუნებული ვარ რა.